გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან კარგი პროდუქტი, რომელსაც ქვია Freak Mount. მოკლედ გავაკეთოთ რაღაც პატარა unboxing-ივით. ეს არის წინასწარ რო გითხრათ ტელეფონის სამაგრი მოწყობილობა, რომელიც ყენდება ჩვენს ბაკზე და არ ჭირდება სამაგრები საჭეზე, ესე ვთქვათ და არც რაღაც კონკრეტული რაღაც დაყენება, ან რაღაც ასევე მარტივია მოსახსნელად და დასაყენებლად. თუ რა თქმა უნდა გაქვთ მეტალის აუზი და მაგნიტთან მოკლედ მეგობრობს ეს თქვენი აუზი. პროდუქციები არის შეფუთვაზები აწერია რომ ამას აქვს მოკლედ lifetime გარანტია, ასევე აწერია ისიც რომ არის ყველაზე ძლიერი ტელეფონის სამაგრი, რომელიც მუშაობს მაგნიტზე და ნუ მოკლედ საკმაოდ კარგი ისეთი სახალისო შეფუთვა აქვს. ფასს რაც შეეხება, მე გადავიხადე დაახლოებით $50-მდე Amazon-ზე და შეგიძლიათ რაღაც ფასდაკლებას ან რაღაც დაელოდოთ და უფრო იაფადაც შეიძლება ნახოთ. კონკურენტები ამისი არიან უფრო ალბათ უფრო მაღალი კლასის ტელეფონის სამაგრები, როგორიცაა Quadlock და კიდევ რა ვიცი, მსგავსი ტიპის ტელეფონის სამაგრები. რაც შეეხება ჩემ კონკრეტულ სამაგრს, ეს არის წითელი ფერის, წინიდან აქვს ეს ბრენდირება თავისი, ასევე უკან აქვს ეს რეზინის დამცავი, რომ ბაკი არ გააფუჭოს, უბრალოდ აღსანიშნია ისიც, რომ თუ თქვენი მოტოციკლის აუზი მტვრიანია ან რაღაც ნაწილაკები აყრია, ეს თუ კარგად არ გაწმინდეთ, დიდი ალბათობით დაკაწრავს. თვითონ ეს არ დაკაწრავს, მაგრამ ეს რო ძლიერი მაგნიტია და მიეკვრება და ახლო კონტაქტში რო იქნება, დიდი ალბათობით მერე დაკაწრავს. ამიტომ მაქსიმალურად ეს არის, რომ არც მაგნიტზე და არც მოტოციკლის აუზზე არ იყოს არანაირი ჭუჭყი. მთელი ჩემი დილემა იყო ის, რომ ეს რო განიერი საჭია, მე ვერ ვაყენებდი ბევრ ტელეფონის სამაგრს, თითქმის ვერც ერთს, იმიტომ რომ ვერ ვშოულობდი ფიზიკურად. ერთადერთი წვრილი ადგილი რაც არის აი აქ, მაგრამ აქ ფიზიკურად არ ეტევა ეს ტელეფონის სამაგრები, ამიტომ მომიწია მეყიდა მსგავსი სამაგრი. ხო, ეხლა უკვე რაც შეეხება ინსტალაციას, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ არაფერი ინსტალაცია ამას არ ჭირდება, უბრალოდ ესე ხელი უნდა გადაუსვათ, ან ნაჭერი, ან ხო, სუფთად უნდა იყოს რა, მოკლედ ის ადგილი, სადაც გინდათ რომ ეს დაამონტაჟოთ, ესე ვთქვათ, და всё. ეს არის ჩვენი მთელი ინსტალაცია. ჩავსვით. ხო, ეს არის მთელი ამის ინსტალაცია, всё. ანუ დიზაინში რო დაჯდები მოტოციკლებზე, საკმაოდ კარგად ჩანს. ეხლა ჩემი ტელეფონი არის 15 Pro Max მგონი, ხო და ცოტა დიდი ამისი ორი ზომა არსებობს, რა შეგიძლიათ იყიდოთ შედარებით უფრო პატარა ზომა ან დიდი ზომა. ასევე შეგიძლიათ ეს landscape-ს დააყენოთ და რუკის შემთხვევაში ეს უფრო გამოსადეგი პოზიციაა. და ხო, რევიუები რაც ვნახე მოკლედ მე ამ სამაგრის დაახლოებით 200 კმ/სთ მიდიოდა ერთ-ერთი განხილვის დროს რა, მოტოციკლი და პლუს ამას ის იყო სტრიტი. და ხო, რა ვიცი, ანუ აი ძალიან კარგად უძლებს რა. ეხლა მეც გავივლი და ვნახავ რამდენად გამოსადეგია, რამდენად ჩანს საერთოდ და ხო, რა ვიცი, მე უკვე ამის მიხედვით თქვენც გირჩევთ იყიდოთ თუ არა. მაგრამ ის მომენტი რომ მოტოციკლის ფერს შეგიძლია შეუსაბამო და შეუხამო ეს სამაგრის ფერი მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი არც ჩანს რა თითქოს რაღაც არ ვიცი სპეციალურად ამისთვის არის გაკეთებულია და ძალიან მომწონს ეგ მომენტი. ლინკს დავურთავ აღწერაში ყველა ვარიანტში, თქვენ თუ რა ვიცი მოგეწონებათ, შეგიძლიათ პირდაპირ გამოწეროთ Amazon-დან. ძალიან ცხელა დღეს არ ვიცოდი წეღან თითქოს რომ გამოვიხედე, ღრუბლები იყო და მეთქი წავალ გადავიღებ უცბად თქო და უცბად ვერაფერი ვერ ვქენი. ხო, ცოტა ის არის ახლა უცნაური ტელეფონი რა ჯიბეში არ მიდის, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია ეს ტელეფონის სამაგრი რა, რომელიც იქნებოდა ისეთი, რომელსაც ნუ მოკლედ ესე კარგად გამოვიყენებდი. წინა მოტოციკლზე მქონდა რაღაც ჩინური თემუდან გამოწერილი იყო თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ნუ აი არ ვიყენებდი იმის გამო, რომ იგივე სამაგრი ჩემ ძმაკაც ტელეფონიანად გაუფრინდა და ამიტომ დიდად არ ვენდობოდი. კარგი, წავედით. კამერა იწერს თუ არა ვნახოთ. კი, იწერს მშვენიერი, წავედით. ხო, მოკლედ. ერთს ჩაფხუტი კარგად გავისწორო, ეგ არის. კაი, მოდი ახლა აქ ვნახოთ. რამდენად შეგვიძლია მაგალითად ცოტა ფამფალებს, თუ ესე უნდა იყოს ნეტა.
თითქოს რაღაცა ესე არ უნდა იყოს. ხო, ამას კიდე ერთი პლუსი აქვს ეს, აი ეგრევე აიღე, გამოიყენე, დადე რა. ეგ ძალიან მაგარია, აი ძალიან. უბრალოდ ეხა ხელთათმანები ატრაკებს. ეს ხელთათმანები სხვათა შორის შევიძინე ერთ-ერთ ძალიან რა ვიცი, ვითომ ნაკებარ მაღაზიაში, მაგრამ აი არ ვიცი, ძალიან ცუდი ხარისხია რა, აი ძალიან ცუდი ხარისხია. და არ ვიცი, რატო მომივიდა ეგრე, ვითომ მე ჩემბრალია მიჩვენებარება. იმიტომ რომ აი ძალიან ნაკები მაღაზია რა. რაღაცა არ ვიცი, ინფლუენსერები ისინი ესენი ძალიან აკებენ და დაახლოებით ერთ თვეში შეძენიდან, არა რა ერთ თვეში, ალბათ ორ კვირაში, ნახეთ, აი აქ გადაძვრა ტყავი. აქ ეთხელზეც იგივენაირად, ანუ იმენად დაიხარა და ვითომ რაღაც ტყავი და ის და ეს. თან იაფი ნამდვილად არ ღირდა, რაღაც 200 ლარამდე მივეც. იგივენაირად მომივიდა დაინესის თუ დაისენი ქვია იმ ბრენდს, იმის ხელთათმანებზეც რა. არ ვიცი, ჩემი ხელებია რაღაცა უცნაური და არ ერგება ეს ხელთათმანები თუ რა არის, არ ვიცი მოკლედ, მაგრამ ორივე ხელთათმანს აი აქ თითებთან ტყავი აძვრა. ეს ვაფშე თაჩზეც აღარ მუშაობს და ის თაჩზე მაინც მუშაობს. და არ ვიცი, ხელთათმანები მაქვს მოკლედ შესარჩევი და საყიდელი. კარგი, ეხა მოკლედ ცადოთ Google გავხსნათ ეხა და შევიყვანოთ რა ვიცი, ლოკაცია რამე. და ნახოთ რამდენად გამოჩნდება ამ კუთხით. აქ რაღაც ეს არის მოშვებული. ხო, ეს ალბათ არის ეს რო აქ გადმოიტანო ალბათ და დადო და გადაიღო ალბათ, ხო. ეხა ჩვენ გვინდა ერთი მუსიკა. ეს იყოს. და ჩვენ გვინდა ლოკაცია. მიუთითოთ სახლი. Start. კაი, დავამაგროთ აი აქ, სადაც მაინც მოძრაობს. რატომ მოძრაობს? ვერ გავიგე. კაი, ეხლა მოდი ამოტრიალება ვცადოთ. ხო, ეგ არის. კაი, ეგ არის. შვენიერი. პოზიცია ძალიან კაი აქვს. განათება ვნახოთ როგორ არის ტელეფონზე. ხო, ეს უკვე ჩემი ტელეფონის ამბავია, რომ ვერ ანათებს ნორმალურად და მაგიტო არ ჩანს. დავიძარით. კარგად ჩანს ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ კარგ პოზიციაზეა, თავის დაწევა მაინც მიწევს. დაბლა ეგ თლად კარგი არაა, მაგრამ სულ GPS-ის გარეშე სიარულს ეს ჯობია. შვენივრად დგას. ეხლა მივდივარ დაახლოებით 80-ით. ხედვა მომიწევს რა. მოკლედ, აი ესეც რო იყოს, მაინც ჩანს რა, რეალურად. უბრალოდ ამბავი ის არის, რომ აი ქვევი დახედვა გიწევს რა. საჭის შემთხვევაში აქ არის და ეს მარტივია რა. ან მეორე ამბავია, ნუ ეს ქვევი დახედვა ძალიან ცუდია, გზას ყურადღებას, ანუ გზიდან ყურადღებას კარგავ. მეორე აი ეს ვარიანტი რა. აქ, ცა, მართლა რთული მოსახსნელი. ესე. აი ეს. უბრალოდ აქ მინუსი ის არის, რომ
თუ ის გაქვთ, რა ქვია, ანუ აქ მინუსი ის არის აი ესე დადებაში, რომ ფიზიკურად ნორმალურად არ ჩანს მერე რა. ანუ ეს კუთხე ტელეფონის იქით იხრება და ცოტა ვერ არის, მაგრამ სულ არაფერს ჯობია რა. თუ მაინც ვერაფერს ვერ აყენებთ და თქვენ შემსავით რა ვიცი განიერი საჭე გაქვთ თუ რაღაც პრობლემების გამო, გირჩევთ რომ მაინც ეს გქონდეთ და სადღაც ისე გამოგადგებათ რომ მოკლედ არ ინანებთ რა $50 ხანდახან ისე ციცულელებში ვიხდით რომ ეს გაგისწორდებათ რა. ხო, რა ვიცი, სულ ეს იყო დღეისთვის. ძალიან კარგი პროდუქტია თქვი, ხა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ჩანს ფიზიკურად კარგად რა, აი, არ ვიცი, შეიძლება ხა ჩემი ტელეფონი ცოტა უბერავს ამ ბოლო დროს და ის აქვს, რა ქვია, აი, სიცხე როა ძალიან გარეთ. ალბათ ყველასი ეგრე იქნება მაქსიმალურ განათებაზე, მე აღარ მუშაობს რა. რატომღაც ალბათ რო არ გადახურდეს და რაღაც. ნუ ესეც ჩანს რა, ეხლა ვერ ვიტყვი რომ არ ჩანს თქო, მაგრამ აი კომფორტული ნამდვილად არ არის რა. აი იმისთვის რომ თქვა რომ რაღაც ძალიან კომფორტული არ არის. ამის მთელი პლუსი კიდე მდგომარეობს იმაში, რომ შეგიძლიათ პირდაპირ მოხსნათ და პირდაპირ დააყენოთ, ანუ ზედმეტი არაფერი არ ჭირდება. აიღე რაღაცა სურათი გადაიღე რაღაც ქენი დადე. მორჩავს რომ აიღე რაღაც სხვა მოტოციკლზე დადე, მოხსენი. ეგ ყველაზე დიდი პლუსია ამ მაუნტის რა. ბრენდი როგორც ასეთი მე ძალიან მომეწონა, სახელიც ძალიან კარგი აქვს და რაღაცა ვიცი, კაი ტიპები ჩანან. დანარჩენი ეხა რა ვიცი, მე მოკლედ გადავიხდიდი რა $50 იმის მიხედვით, აი დღეს რაც გავიგე და ამ ტესტის შემდეგ რაც გავიგე, გადავიხდიდი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთულია ხოლმე ისეთ ადგილზე მოტოციკლით გადაადგილება, სადაც არ ვიცი გზა ფიზიკურად, ამიტომ ღირს რა, ამაში $50 გადახდა, ნამდვილად ღირს. ხო, სულ ეს იყო დღეისთვის ხალხო. კარგ დღეს გისურვებთ, კარგ კვირას გისურვებთ და მე უკვე შემდეგი ვიდეოთი დაგიბრუნდებით სკამის განახლებით, სადაც ვაპირებ სილიკონის პადის შადებას და გეტყვით რამდენად კარგად იმუშავებს და რა ვიცი თუ გაუწევ რეკომენდაციას. სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.